მიღად იყო. გეცოდინებათ ალბათ თუ არა და ახლა ალბათ ხდებოდა ჩვენ დამასინათ 29 ოქტომბერს შევიკრიბეთ პაპაების სამების ტაძარში. დავაფუძნეთ ჩვენი კავშირი საგვარეულო და მივიღეთ ასეთი ლამაზი კურთხევა, რომ 15 იანვარს პატრიარქი დაგლოცავს სამების ტაძარში. პაპაების საგვარეულო. ახლა ასე ვთქვათ, შეკვეთა მიცემული გვაქვს ხატზე და ვფიქრობ და შეგვიძლია რომ წინდა გიორგის მე პირადად მოძიებული ვარ, პატარა ექსკურსია გავაკეთებ. მოძიებული ვარ ასეთი ინფორმაცია, რომ მიქელაძეები, რომლებიც ულაში რეზიდენცია ჰქონდათ და სანტრედიელი პაპავები მიქელაძეები გლეხები იყვნენ. მე-15 საუკუნიდან მიქელაძეებს ყავთ გლეხებად პაპავები. ესე იგი, სადღაც 1-2 საუკუნე მაინც არსებობდა, ხო პაპაო? მანამდე, სანამ წავიდა სანტრედიაში და მოხდა იქ, ხო? ილორის და გიორგის ხატი ეს ლეგენდი თუ ნამდვილად ეს არის მონაწილეობა ილორის კი არ ესა საგვარეულო ემოცი შეგვაქვს ინტერნეტში შეიძლება მიქელაძეები გამოიღოს და იქვე არის პაპავები მოხსენებული სხვა ლეგენდები ამის მერე დავფიქრეთ ერთადერთ რამეს ლევან დადიანო 1600 წელს დალი შეწირა ილორის მინდა გიორგის ხატი ილორის ეკლესია ისე მე-17 საუკუნეში ანამდე პაპავებს ალოცავდა ჰქონდა მინდა გიორგის პარველობა არ ჰქონდა ჰქონდა რა თქმა უნდა მინდა ვიფიქრეთ ვიბჯენეთ და გადავწყვიტეთ რომ მოდი შევქრათ მინდა გიორგის კანონიკური ხატი და დაერქვას პაპავების პარველი მინდა გიორგი აი ამაზე არის დღეს მუშაობა 15-ში იანვარს დაბრძანდება ეს ხატი სამების ტაძარში ტელეგრამი იქ იქნება საკურთხეველში 15-ში გამოაბრძანებს და პატრიარქი დაგლოცავს პაპავების გვარს იმ საღამოს უბრალოდ შუადღეში დაგეგმილი გვაქვს ასეთი ღონისძიება რომ გამოვიდეთ და 12 ნერგი დავდგოთ სამების ტაძარში იქვე პატრიარქის კურთხევა ამაზე ტაძრის ეზოში და საღამოს ვისაც ვეცხოვა ალბათ სრული ეძლება მე პაპაუა მე როგორც საჭიროა სიტუტიკისა თეფანს რაც შეეხება ამისა აქაც უნდა ამოვიდეთ ყოველ წელს აქაც ესე არა ჩვენ რატო აი პირველი ღონისძიება რა გავაკეთეთ მოვედით აქ რატო კაცი თუ თავის ფერს და თავის ოჯახს თავის კერიას დაივიწყეთ რეაფის ვერ გაიგე აგერ თქვენ ბრძანეთ ერთი ასეთი მომენტი რომ გამოერიდეთ სადღაც ვიღაცა რომ თავის დროზე კომუნისტური რაღაცა ემაშებოდა და სადღაც პატარა სალოცავი შექმნეს ხო კუდრო ადგილზე რომ ვიღაცა გადაენა მაგრამ ცოტა ეკლესიისკენაც ხომ უნდა მივიდეთ ახლოს ცოტა ახლოს პატარა ტაძარი რო გავაკეთეთ სამომავლოდ ვისმადე თუ კარგად მოვიქცევით მაგაზეთ შეგვეწევა უყურე კარგად მოვიქცევა რა არის ერთად რო ვიქცევით ერთმანეთს რომ მოვეფერებ აი ამაზეა საუბარი მე მგონი ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს 15 იანვრის მერე ჩემო ბატონო მე ხა აი ესე კარდაკარ ყველა იმის მონაცემებს რატო ვიცი უნდა ამოვწიო თუ კი სამეთ საქართველოში პაპამა რამდენი ოჯახია და საცხოვრობს იმიტომ რომ ხატი არის ჩვენი პაპავების საკუთრება რომელმაც უნდა აი ესე გადაბრძანდეს და დაალოცოს ჩვენი ოჯახი უნდა დააბრძანოს თითო კვირა თითო ოჯახში დაბრძანდება ხატი და აი იკითხება მინდა გიორგის დაუწყო ეს იქნება ერთგვარი არა სამლოცველოზე ხატი არის არავით არის სამლოცველოზე ოჯახი ამას ყველაფერს მიეცემა იგივე სახე ავის ყველაფერს სამლოცველოზე კი არა სამლოცველოზე გავაჩეროთ კაცო ერთი კვირა მაგრამ ოჯახში ხატთან ურთიერთობა ყველა მიცეთ და უბრალოდ ურთიერთობა მეგონი არ შეიძლება ცოტა პატარა ის მინდა გასწორება მინდა ვიცი მე დავასწოროთ ნელა მაგზა არ არის იმაზე რა ქვია მეგონი საპრობლემო და რაღაცა ამდენი ხანია ასე რაღაც რუზუნებით შეგინარჩუნებიან აგერ რაღაცა სიმაშობიდა დღეს აგერ ჯვარი ამობზანა ჩვენ არაფერი არ მოგვიტანია ეს მისი მოვიდა
აი ესეთი მომენტია. მე მგონი, არაფერი საწინააღმდეგო არ აქვს, ეხლა მელოდები უბრალოდ ინსტრუმენტებსო. თავისი ადგილი მიუჭირო. მე დავუშვებენ ლოცვას, პირდაპირ დავავლებს. და მე შევაბადო დავაგეუნებ. საკმაოდ დიდი მე ჩვენ ყველას ერთად. გეპარებინა უკვე